გაეროს ქალთა ორგანიზაცია და საქართველოს საფინანსო სექტორი გლობალურ დონეზე დამკვიდრებულ ტრადიციას შეუერთდნენ და ქალთა გაძლიერებისათვის ღონისძიება დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის გამართეს. ღონისძიება საქართველოში უკვე მერვედ ჩატარდა და ქალთა საერთაშორისო დღის თემას სახელწოდებით და გზავნილით ყველა ქალისა და გოგონასთვის უფლებები, თანასწორობა, გაძლიერება ეხმიანება. ღონისძიება გაეროს ქალთა ორგანიზაციის, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის, ასევე საქართველოსა და თბილისის საფონდო ბირჟების მხარდაჭერით ჩატარდა. საგულისხმოა ისიც, რომ წელს პირველად ინიციატივას ქუთაისმა უმასპინძლა. იმერეთში დაწყებულ ამბავს ახლა თბილისში საუბრით ვაგრძელებთ ჩვენს დღევანდელ სტუმართან ერთად ელენე კაპელაია, გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის ანალიტიკოსი, შემოვეც და საქმიანი დილას სტუდიას. დილამშვიდობისა. დილამშვიდობის. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. ძალიან გვიხარია, რომ ჩატარდა წელს მერვედ უკვე ეს ინიციატივა საქართველოში. და ეს არის გლობალური ინიციატივის ნაწილი, რომელიც სოფლიოს ძალიან ბევრ წერტილში ტარდება და ამისი მიზანი არის, რომ საფინანსო სექტორში ქალების როლი წარმოაჩინოს და გააძლიეროს. ქუთაისში იმიტომ გადავწყვიტეთ ამის ჩატარება, რომ ყოველ ტრადიციულად სულ თბილისში ტარდება ეს ღონისძიება, მაგრამ ვინაიდან თემატიკა წლევანდელი იყო, რომ დავრეკოთ ზარი ყველა ქალისა და გოგოსთვის, გადავწყვიტეთ, რომ ეს ღონისძიება ჩაგვეტანა ქუთაისში და სწორედ ჩვენს მეწარმე ქალებთან ერთად, საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად, კომერციულ ბანკებთან ერთად გვემსჯელა ძალიან საინტერესო საკითხებზე. თემატიკას რაც შეეხება, გიორგი ნინი თქვენს ეთერში ძალიან ბევრჯერ გვისაუბრია ჩვენ ქალთა გაძლიერების პრინციპებზე, ხო? ეს არის საერთაშორისო პლატფორმა, რომელსაც უერთდებიან კერძო კომპანიები და ბიზნეს ასოციაციები. და 2016 წლიდან გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისი მუშაობს ბიზნესებთან სწორედ ამ პრინციპების განხორციელებაზე საქართველოში. და ძალიან კარგი შედეგები გვაქვს, იმიტომ რომ ხედავთ, რომ ძალიან ბევრი კომპანია დაინტერესდა ამ პრინციპების ხელმოწერით და მერე უკვე განხორციელებით. 300-მდე კომპანია შემოუერთდა უკვე ამ პლატფორმას და საქართველოს ბაზრის რო გავითვალისწინოთ, არ არის გონი? ცუდი ციფრი, კი. დასწრებაც ძალიან აქტიური იყო. ძალიან აქტიური არის, ეს არის იმერეთში ძალიან აქტიური იყო, რა თქმა უნდა, ბანკების წარმომადგენლები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის წარმომადგენლები ყველანი ესწრებოდნენ და რა თქმა უნდა, მეწარმე ქალებიც. ამ პლატფორმაზე რეალურად ყველანი არიან გაერთიანებული მცირე ბიზნესის, საშუალო ბიზნესის მსხვილი დამსაქმებლები, ვინც თვლიან, რომ მათ აქვთ როგორც კომპანიას პასუხისმგებლობა გენდერული თანასწორობის მიღწევაში და უნდათ რომ გახდნენ კარგი დამსაქმებლები. და სხვათა შორის 2016 წლიდან დღემდე ძალიან ბევრმა კომპანიამ ბევრი კარგი პროგრამა და ინიციატივა დაანერგა როგორც კომპანიის შიგნით თავისი თანამშრომლებისთვის. ეს არის ის, რომ ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკები, მენტორობის და პროფესიული განვითარების პროგრამები თავიანთი თანამშრომლებისთვის, სექსუალური შევიწროების პრევენციის მექანიზმები, ასევე თანამშრომლებისთვის უკვე მენეჯმენტიც აქვს რაღაცა ტრენინგები, რომ გაუთვითცნობიერებელი მიკერძოება აღმოფხრას, როდესაც გადაწყვეტილებას იღებს, რომ ვინ დააწინაუროს უკვე ხელმძღვანელ პოზიციებზე და მოკლედ უამრავი ესეთი ინიციატივა კომპანიის შიგნით. თუმცა ეს ღონისძიება მიეძღვნა ისეთ ინიციატივებს, რომელიც კომპანიებმა გააკეთეს კომპანიის გარეთ და აქ უკვე საფინანსო სექტორი ყველაზე აქტიური არის, მოგეხსენებათ, იმიტომ რომ დიდი კომპანიები არიან, დიდი რესურსი აქვთ და დიდი ინტერესიც აქვთ, რომ ეს განახორციელონ და პანელზე წარმოდგენილნი იყვნენ მეწარმე ქალები, რომლებიც საუბრობდნენ თუ რა სარგებელი მიიღეს სწორედ აი ამ მუშაობისგან და გვაქვს ძალიან ბევრი შემთხვევა, როდესაც მეწარმე ქალები გადამზადდნენ მაგალითად ბიზნეს უნარები გაიუმჯობესეს, ბიზნეს კავშირები დაამყარეს ამ კომპანიების მეშვეობით და მოკლედ ეს წარმოაჩინეთ. შესაძლებელიც იყო ის რაღაც ნამდვილი მაგალითები და ამბები მოესმინათ დამსწრე საზოგადოებას, რომელიც აი ამ ქალთა გაძლიერების წვლილი შეაქვთ ხო ამ ადამიანებს. დიახ, რა თქმა უნდა და კომპანიებიც უკვე ძალიან დიდ სარგებელს რეალურად ხედავენ ამ პრინციპების განხორციელებაში, როგორც არის არ ვიცი კომპანიის რეპუტაციის ზრდა, თანამშრომლების კმაყოფილების ზრდა, მომხმარებლის მოზიდვა და ასე შემდეგ. ატყობ ბოლო პერიოდში რო ყველაფერი შენ ქალაქში ხდება? ქუთაისში? ზარიც კი ქუთაისში დაირეკა. და იქ გაგრძელდება მუდმივად, იმიტომ რომ საოცარი ქალაქია და დარწმუნებული ვარ, რომ ინტერესი ამ თემის მიმართაც იქნებოდა ძალიან დიდი ქუთაისში. უკუკავშირი, რახან ნინიმ ეს თემა წარმოვიწყო და ქუთაისი ახსენა. ელენე, რა იყო უკუკავშირი? ანუ ყოველთვის ამ ტიპის ღონისძიებებზე მოკლედ ყველაზე რთული ნაწილი არის Q&A, ეგრეთ წოდებული კითხვა-პასუხის ნაწილის დაორგანიზება და ფასილიტაცია.
ამას ვერც დაგეგმა. იმიტომ რომ ყოველთვის განსხვავებულ აუდიტორიებთან გაქვს საქმე. ინტერესი რაც ჩვენ ნახეთ კადრებზე იყო ძალიან დიდი და ეს არ იყო მარტო დედაქალაქიდან ჩასული საზოგადოება. რა მომდინარეობდა, ანუ ყველაზე მეტად მაინც აინტერესებდათ იმ გამოცდილების გაზიარება, რასაც პანელისტები თუ გამომსვლელები ყვებოდნენ, თუ პირადად თქვენ აი რა ჩაიჭირეთ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მომდინარეობდა დამსწრე საზოგადოების. დიახ, რა თქმა უნდა, ანუ ყველამ აღნიშნა დამსწრეებმა, მეწარმე-ქალებმა, ძალიან მადლიერები იყვნენ ყველა იმ ინიციატივით, რაც საფინანსო სექტორს აქამდე გაუკეთებია. თუმცა ყველა ერთად შევთანხმდით საფინანსო ინსტიტუტებიც, ბანკებიც, მეწარმე-ქალებიც, რომ ეს არ არის საკმარისი. ანუ ძალიან საჭირო არის ყველა ჩვენი თანამშრომლობა, ერთმანეთთან თანამშრომლობა და ბევრი ასეთი ინიციატივის კიდევ მომავალში განხორციელება. აი, მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე ისეთი მნიშვნელოვანი ინიციატივა, რაც ჩვენ გვაქვს ხოლმე და აქ მეწარმე-ქალების ჩართულობაც იგულისხმება, ეს არის ჩვენი ექსპო, თუ გახსოვთ, ყოველწლიურად ტარდება ხოლმე ქალთა სამეწარმეო ექსპო და ამ ექსპოზე კომპანიებიც იღებენ მონაწილეობას, მხარდაჭერას უწევენ, რომ ეს ექსპო ჩატარდეს და აქ გვაქვს ხოლმე ქალი მეწარმეების პროდუქტების გამოფენა, გაყიდვა, რაც ძალიან საინტერესოა, B2B-ც, B2C-ც მომხმარებლები მოდიან, ათვალიერებენ, შეუძლიათ რომ დააგემოვნონ პროდუქტი, შეიძინონ და აი ესეთი ინიციატივებს გაუსვეს ხაზი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს ქალი მეწარმეების ბაზრებთან წვდომის ინიციატივები. ბიზნეს კავშირები არის ძალიან მნიშვნელოვანი, ბიზნეს უნარების განვითარებაც რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი და აქ მარტო ერთი მხარე რეალურად ვერ იქნება ჩართული, ძალიან გვჭირდება სხვადასხვა ასე ვთქვათ, თანამოაზრეების ჩართულობა და კერძო სექტორს ჩვენ როგორც ერთ-ერთ ასეთ თანამოაზრეს ნამდვილად ვხედავთ და ამ წარმატებული ჩატარებული ღონისძიების შემდეგ გეგმებიც ასევე საინტერესო გექნებათ და უკვე უახლესი რაც გადაწყვეტის რეჟიმში რა შეგიძლიათ რომ უთხრათ ჩვენ საქმე მაყურებლებს. ვინაიდან ეს ღონისძიება სწორედ საფინანსო სექტორს ეხებოდა, ბევრი გეგმა გვაქვს, თუმცა ვიტყვი ერთ-ერთს, რომელიც უშუალოდ საფინანსო სექტორს და სხვადასხვა სექტორსაც ეხება. გვაქვს ესეთი ძალიან კარგი სიახლე, რომ ივნისში საქართველოში ჩამოვა ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი, მოგვაქვს პროგრამა, ქალთა ლიდერობის პროგრამა აღმასრულებელ პოზიციებზე მყოფი ქალებისთვის, რომლებიც მუშაობენ საფინანსო სექტორში და სხვადასხვა სექტორში. ეს არა მარტო საქართველოს ბანკებისთვის არის ღია, ეს არის ასევე სომხეთის და აზერბაიჯანის კოლეგებიც, იქაური ბანკის წარმომადგენლებით შემოგვიერთდებიან და რეალურად და სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებიც, რა თქმა უნდა და ჩვენ ანუ ზოგადად ძალიან რთულია ჰარვარდის უნივერსიტეტის დათანხმება, რომ სადღაც სხვაგან წაიღოს პროგრამა და არა შეერთებულ შტატებში. მაგრამ ეს ძალიან მიხარია რომ მოახერხეთ და უკვე ყავს ძალიან ბევრი მონაწილე, თუმცა ღია არის კიდე ასე ვთქვათ სააპლიკაციო პროცესი და მე ყველას მოვუწოდებ რომ შემოგვიერთდნენ და მიიღონ მონაწილეობა ამ პროგრამაში. რეალურად ამ პროგრამის მიზანი არის სწორედ ის, რომ ბანკებში ეს ქალები ძალიან ახლო მომავალში ვიხილოთ უკვე როგორც დირექტორთა საბჭოს წევრები, ვიხილოთ როგორც სამეთვალყურეო საბჭოს წევრები და ჩვენც ასე ვთქვათ ხელს ვუწყობთ საფინანსო სექტორს და სადაზღვევო სექტორს, რომ ესეთი ქალები, რა თქმა უნდა, დანახული ყავს, აღმოაჩინოს და დააწინაურონ. ორი თვე დარჩა ივნისამდე. უკვე დაწყებული არის აი ამ პროგრამაზე ან დარეგისტრირების აი ტექნიკური ნაწილი, რომ ჩვენმა მაყურებლებმა იცოდნენ და თარიღიც თუ შეგვიძლია რომ თქვა. კი ბატონო, ეს არის 19-23 ივნისი, 22 მონაწილე უკვე ყავს, თუმცა კიდევ ველოდებით მონაწილეებს და ასევე ამ პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია coaching სესიები უკვე ჰარვარდის სხვადასხვა პროფესორებთან და ყველა მათგანი მიიღებს ჰარვარდის უნივერსიტეტის სერტიფიცირებულ დიპლომს. ელენე, ბოლოს, ვიდრე დაგემშვიდობებით და გაგაცილებთ. დარეკავს თუ არა ზარი ყველა ქალისათვის და გოგოსთვის მომავალში კიდევ სხვა რეგიონებში, რა გაქვთ მონიშნული გეგმებში, გარდა ჰარვარდის არაჩვეულებრივი პროგრამისა, რომელსაც უკვე ფართო რეგიონისთვის, აზერბაიჯანისთვის, სომხეთისთვის და საქართველოსთვის ერთად ხსნით და აპირებთ თუ არა მსგავს გასვლებს თქვენი ტრადიციული ზარით საქართველოს სხვა რეგიონებში. რა თქმა უნდა, აუცილებლად დარეკავს, მე მჯერა რომ დარეკავს, თუმცა არ დარეკავს ჩვენი ჩართულობის გარეშე და ჩვენ კერძო სექტორის ჩართულობის გარეშე. ამიტომ მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას კომპანიებთანაც და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ძალიან დიდ ძალისხმევას ჩადებენ ამაში და შემდეგი წლის გეგმები უკვე მონიშნული გვაქვს, მინიმუმ 5 ქალაქში ვფიქრობთ, რომ დავრეკოთ ასევე გზარი გენდერული თანასწორობისთვის და შევხვდეთ იქაურ მოსახლეობას, იქაურ ქალ მეწარმეებს და სოფლად ცხოვრებ ქალებს.
ელენე გაბელაია, გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის ანალიტიკოსი. მადლობა მას მოგზაურობისთვის, წარმატებებს გისურვებთ. მადლობა სტუმრობისთვის.